ლაშა, რა სიტყვით, თქვენი შეფასება მათ შორის განცხადების გათვალისწინებით და მედიის წარმომადგენლების დაკავებაზე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ახლა ბასტიმ გალობლიშვილის დაკავების შესახებაც გახდა ცნობილი ლიკას პროცესველოდებით და ასევე ვიცით რომ ვასილ მაღლაფერიძემ უარი თქვა შეერთებოდა ლიკა ბასილაია შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას. მოგესალმებით, ის რაც ხდება არის აბსოლუტურად მეუღებელი, წარმოუდგენელი ბარბაროსობა, ჩემი აზრით, ის დაკავებები ახალგაზრდების, ჟურნალისტების, სხვა პროფესიის წარმომადგენლების, ახლა ბუნებრივია ჩვენი, ასე ვთქვათ, ჟურნალისტური, ასე ვთქვათ, წარსული და აწყოდან გამომდინარე განსაკუთრებით კინეულია ჩვენთვის ჩვენი კოლეგების მიმართ განხორციელებული ვიმეორებ ეს ბარბაროსული მოქმედებები, როდესაც მათ პატრიოტული თავისი პროფესიული ვალდებულებებიდან გამომდინარე სჯიან. ეს არის რაც შეიძლება ითქვას და სჯიან აი ესე უსინდისოდ და უნამუსოდ მათ შორის რა თქმა უნდა ეს მიზანი ნათელია რა მათი რა დიადი როგორ დაანგრიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი ეს არის მათი მიზანი და ამისთვის არინდობენ არავის და პირველ რიგში აი მართალ ადამიანებს რომლებიც სიმართლეს ეუბნებიან პირში ეუბნებიან შეიძლება უკომპრომისოდ ეუბნებიან გაბედულად ეუბნებიან და ამისთვის ჯიან რა და ეს ყველაფერი ჯდება ბუნებრივია გამოხატვის თავისუფლების პარალელში, კონსტიტუციის პარალელში, მაგრამ მაგათ არ აინტერესებს. თავარია ვიღაცა დასაჯო და გადაიარონ ადამიანების თავებზე და ასე შემდეგ. ეს არის მათი ამოცანა. რა ვიცი, წარმოუდგენელია რა რაც ახლა ხდება საქართველოში, ხომ ძალიან დიდი ხანია ამას ვადევნებ თვალს, მე გულისხმობ ბოლო პერიოდია და უფრო და უფრო ესეთ მასში უმართავებში გადაიზარდა ყველა. ლაშა, სხვათა შორის ამ დრომდე უცნობი იყო ყოველ შემთხვევაში მე ვიდრე ეთერში შემოვიდოდი იქამდე რა მუხლით იყო დაკავებული ბასილაია, იმიტომ რომ ადვოკატი ამბობდა რომ საქმის მასალები არ იყო მისთვის გადაცემული და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში არის მოლოდინი რომ შესაძლოა გაიმართოს მისი სასამართლო. თქვენ მხარდამჭერი განცხადება შეადგინეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ხართ თქვენც და ზაზა აბაშიძეც და უარი იყო მისთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე. ეს არის ხომ ნამდვილი ინფორმაცია? დიახ, მე და ზაზამ და მე, რა ვიცი, კოლეგიურად მაინც ახალგაზრდა კოლეგა ჩემი, დავწერეთ განცხადება და გადავაგზავნეთ სამეურვეო საბჭოში. იქ თქვენად ზოგიერთმა გამოხატა ამ შემთხვევაში ბატონ ვასილს ჰქონდა თავისი მოსაზრებები ჩვენ ვფიქრობთ რომ უნდა ვიყოთ სოლიდარულები ადამიანის მიერ მიუხედავად იმისა როგორი დამოკიდებულება გაქვს შენი კოლეგის მიმართ შეიძლება არ მოგწონდეს მაგრამ ვთვლი რომ ეხა ეს ისეთი ვითარება სადაც აუცილებელია სოლიდარობა და რა ვიცი, ძალიან სამწუხაროა სხვა შორის ეს ამბავი ჩემთვის ზოგადად, როდესაც ხედავ, რომ ადამიანები ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში არ არიან ერთმანეთის მიმართ სოლიდარული. არ არის ხა ეს ჩემი აზრით კარგი, მაგრამ ხა ეს ამ ადამიანის არჩევანია. ყველა ირჩევს თავის გზას და თავის თავზე არის პასუხისმგებელი ხა. ჩვენ მიგვაჩნია რომ უნდა დაუდგეთ გვერდით ლიკას, რა ვიცი, ასკას და ასევე არ შემიძლია თქვა ვახო სანაია და მზიაზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ჩემი აზრით ესა ჩვენი დიდი ტკივილი, რომ ასეთ ადამიანებს იმის მაგერად ქვეყანაში მხარს უჭერდეს სახელმწიფო ეხმარებოდეს აი ამ პატრიოტებს და ამ რა ვიცი მებრძოლ ახალგაზრდებს საპირისპიროდ ექცევიან და უნდა რომ მათი შესაძლებლობები გაანეიტრალონ და ციხეებში წარმოგიდგენიათ ეგეთი რამე. იმის მაგერად მადლობა უთხრობ ციხეებში აგდებენ. რა ვიცი ხა შეუძლებელია ამის ესაყურება რა ვიცი. და მართლა ძალიან ის ემოციურად
ვარ ეხლა მე ძალიან ნერვიულობ ამ ამბავზე რა, იმიტომ რომ ქვეყანას ანგრევენ ამით რა და კიდევ ერთხელ მე ვარ ყველა ამ ადამიანის ყველას მათ შორის ჟურნალისტების და არაჟურნალისტების მიმართ სოლიდარული, რომლებიც ეხლა არიან ციხეებში და ზოგი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ზოგი ადმინისტრაციის, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს, არიან ციხეში და ყველას მიმართ ვარ სოლიდარული. დიდი მადლობა ლაშა. დაგემშვიდობებით. ლაშა ტუღუში საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ.